მოგესალმებით, ეს ჩვენი მორიგი პოდკასტია. დღეს სტუმრად გვეყოლება გამორჩეული ქუთაისელი, ბატონი კონსტანტინე ჭარხალაშვილი და შევეცდებით, რომ მისი გამოცდილება გადმოგცეს და გაუზიაროთ ჩვენ საზოგადოებას. ესია ძველის და ახალის დღევანდელი დღეზე შეხედულებები. რა ხდება, როგორ ხდება, ადრე როგორ იყო, ეხლა როგორ არის, ყველაფერი გვაინტერესებს ბატონო გოგოს. ეს რამოდენიმე ეპოქა ძალიან არ გავს ერთმანეთს. იმიტომ რომ ჩვენ გავხსნით მე და ჩემი სახლე კაცი ესა ომის შემდგომი მხედველობაში მაქვს მეორე მსოფლიო ომის თაობა. და ძალიან კარგად მახსოვს როგორი შიში კითხულობდი შიშს უფროსების თვალებში, როდესაც ვიღაცა კარებზე დააკაკუნებდა. ეს ძველი ჩაშლილი ზარი აღარ მუშაობდა. მაშინ რაიმეს შოვა ალბათ ძალიან ძნელი იყო, სატრიალებელი, კარებზე სატრიალებელი ზარი იყო და მისი გაჭირებული ხმა ეხლაც მისმის. თან ჩაგეკითხოთ, ამ დღევანდელ ეპოქასთან რაღაცნაირად ხო არ აავლებთ პარალელს, იმიტომ რომ ბოლო დროს ჩვენ ნახეთ, რომ აქციის მონაწილეებს ასე უკაკუნებდნენ კარებზე. დაახლოებით კი არა, ზუსტად ეს მახსენდება, მითო გამახსენდა ახლა მე ეს ბავშვობის ეს რაღაცნაირი ჩემთვის მაშინდელი უცნაური შეგრძნება. და ყველანი გასუსულები იყვნენ, იმიტომ რომ ოჯახიდან ბოლშევიკები რო შემოვიდნენ და მე მოხდა ბაბუას კაკულაკება, მე ბებოც დაიჭირეს, აწამეს ცალ-ცალკე კამერებში ეს ორი ადამიანი. დაანგრიეს ოჯახი. ამოძირკვეს ოჯახი. რო ვერაფერი უნახეს, ბაბუკი გამოუშვეს, მაგრამ არ დაზდებდნენ უკან. ბაბომ ეს ვეღარ აიტანა, როგორც მიყვებიან მე და ადიდებულ რიონს მისცა თავი. ბებომ დიდხანს ვერ იცოცხლა, ავად იყო. ძალიან უჭირდა ერთ დროს კარგი ოჯახი იყო, ძლიერი, ყველას ეხმარებოდნენ და ზოგადად ლამაზი სულის ხალხი იყო. შემდეგ მამიდას ქმარი გადასახლეს, ესე იგი ფაქტურად იმის თქმა მინდა რომ მაშინ ოჯახი არ დარჩა. არ შეხებოდეს. ხო, რო ვიღაც არ დაეჭირათ, არ გადაესახლებიათ და ასე შემდეგ. მე აღარ ვლაპარაკობ მამაჩემის მეგობრებზე, ისინი გვიან ჩამოვიდნენ გადასახლებიდან და ჩემ ცხოვრებაში ისეთი დატოვეს, კვალი დატოვეს კარგი გაგებით. ძალიან კეთილი კვალი. გითხრათ სიმართლე ძალიან ძლიერი. ამ ზუსტ მეცნიერებებში არ ვიყავი, უბრალოდ ძალიან მყავდა ჭხირკედელეო. მოგეთ ამან ისე გამიტაცა, რომ გავხდი ფიზიკოსი, დავამთავრე მაშინდელი პედაგოგიური ინსტიტუტი და მე მუშაობა დავიწყე SKB პროექტ პრიბორში. მე გამიტაცა ახალგაზრდულმა მოძრაობამ და გავხდი ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრი. ეს კომუნისტების დროს. მე მიმიწვიეს კომკავშირში. მიმიწვიეს კომკავშირში, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად ვიყავი ამ საქმეში ჩართული და უკვე სერიოზული იყო ის დავალება, რომელიც მივიღე და მე იძულებული ვიყავი, წამოსულიყავი SKB-დან. საათები დავიტოვე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფიზიკის ლაბორატორიების. ერთი უნდა ჩაგეკითხოთ ბატონო. აი თქვენ თქვით ბაბუაზე, ბებიაზე მოყევით, მამის მეგობრებზე მოყევით. ეს როგორ ხდება? სხვათა შორის მეც ბაბუა ჩემი ბაბო გაკოლაკებული იყო და სულ მიკვირდა დღემდე და ვეკითხები მამა ჩემს ბაბუას ვერ ვკითხე გარდაცვლილია რომ როგორ მოხდა რომ ის რა ქვია მე ეს ხალხი რომელიც ასე გააკულაკეს წაართვეს ყველაფერი შეიწირეს ფაქტიურად კომუნისტებმა მე როგორ ჩადექით იმის სამსახურში. აი და გზა მაგალითად რო გითხრათ რომ აი კომკავშირიდან გზა მე ხედავთ რომ ქუთაისის აქციები აგერ დღეს 63 დღეა და 50-ჯერ მაინც პირადად ყავხართ ნანახი საღამოს ამინდის მიუხედავად. როგორია ეს გზა? აი დრავს გავლილი ადამიანი შეხედებ წინაპრებს იმას მე თვითონ და მე ისევ ახალგაზრდა ხელახლა შეკითხვა. ხო. ადამიანები არიან იბადებიან მოცემულობაში. აი ეს არის მოცემულობა. და როდესაც შენ ვერაფერს ვერ ხედავ, გარდა იმისა, რაც მოგცა, ალტერნატივა არ არსებობს. ჩემთვის ახლა წარმოუდგენელი იყო
პირველად საზღვარგარეთ რო წამიყვანეს შიშით ვიყავი, იმიტომ რომ მეთქი, ნუ რა ხდება? პოლონეთი იყო ეს. მეორეც წავედი ისრაელი იყო. მე უკვე თეატრი რო წავიყვანეთ, დასავლეთ გერმანიაში მოხდი და ასე შემდეგ. უბრალოდ ეს არის საზღარი იდეოლოგიას, მე ყოველთვის საზღრობას ვეძახი. იდეოლოგია, რომელიც არის აცდენილი რეალობას და ადამიანებს გადააგდებს არარეალურ სამყაროში, რამაყ ხედელობაში. იმისათვის რომ მართო და იყოს ყველა შენი ყურმოჭრილი მონა, მან ვერ უნდა შეძლოს სხვაგან გახედო. ყველა ცუდი უნდა იყოს, მარტო შენ უნდა იყო კარგი. ეხლა რო უკვირდები აქედან ლენინის ტომეულებს, რომლებიც ასეულობით იყო სახლში და რომლის წაკითხავს სინჯებს, შევეცადე ლენინიზმი თვითონ. აღმოაჩინე რომ ლენინიზმი არაფერი არაა თუ არა და კრიტიკა ცნობილი ფილოსოფოსების, ფილოსოფიის ზოგადად ეს იყო ათეიზმი, ნუ გაუკუღმართებული ყველაფერი და ადამიანებს, რომლებსაც არა აქვთ ალტერნატივა, რაიმესი. ისინი ადვილად წამოეგებიან ხოლმე დღეს რატო არის ესეთი თუ არის ოპოზიცია, ცუდია უკვე. აი რას ქვია ოპოზიცია გამყიდველი სააბჭოს მოღალატეები კაცო აბა რა და იმიტომ რომ აი ამ ფარდის იქეთ მე ხდება ის რაც ხდება და თქვენ ეს ძალიან კარგად იცით ხალხი ჩაყარეს ციხეში რატო იმათმა გაბედეს და გამოვიდნენ და თქვენ რებს აკეთებთ კაცო აგერ რუსეთს კარები გაუღეს უცებ ამერიკა საფრანგეთს უყველა აბსოლუტურად მთელი ევროპა გახდა ჩვენი მტერი და ერთადერთი ვინც კარგია არიან ესენი ისევ ის ადამიანები რომელსაც განათლება არ აქვს და ვისაც აქვს განათლება აშკარად უყურებ რომ ეს ადამიანები არ არიან ჩამოყალიბებული გონების მე რა მაქედელობაში ვცა ლაპარაკობ ჩამოყალიბებულ გონებას სახელმწიფო და სახელმწიფო მშენებლობა ცოტა უფრო სერიოზულ ადამიანებს ითვალისწინებს არ შეიძლება კაცი იყო ფეხბურთელი და გახდე განათლების მინისტრი ან გახდე ენერგეტიკის მინისტრი ან საერთოდ პრეზიდენტი. ხო, ეხლა რა არის, იცით რომ მე მახსოვს ის წლები, როდესაც მე კომუნისტი ვიყავი და მუშაობდი პარტიის ქალაქში. აი ყველაზე მაღალი ორგანო თუ შეიძლება ასე ითქვას ჩემს ბიოგრაფიაში ეს იყო მაშინდელი პარტიის ქალაქი. და როგორ ვარჩევდით იცით ხალხს? რა ქონდა დამთავრებული? საერთოდ თუ იყო განათლება თუ არ ქონდა, შანსი არ ქონდა მას იქ ცხვირი შეეყო. იყო თუ არა ჯარში ნაყოფი. დღეს მე მგონი თავარსარდალი არ არის ჯარში ნაყოფი კაცო. რამ უნარებს ფლობდა. იყო თუ არა ეს სახელმწიფო დაწესებულებაში ნამუშევარი. მუშის კატეგორია თუ ქონდა გავლილი, ესე იგი ადამიანი უნდა ყოფილიყო იმ შეფასებებით იდეალური ბიოგრაფიის მქონე. მაინც თქვენ ახლა ახსენეთ რომ გახდით კომკავშირელი, გახდით პარტიის წევრი, მამაჩემიც, ბაბუაჩემიც, დიდი ბაბუა გამიკულაკეს, წაართვეს ყველაფერი, დიდარი კაცი იყო და ორივე იყო იმათ კომუნისტების სამსახურში 70-იან წლებში. თქვენც ეს გავთ გავლილი და მე პასუხი მე უკვე ახალი გაზრდათაობა ვარ, რომელიც მაინტერესებს აი ესე გაგიკეთეს წინაპრებს ესე გაუკეთეს და მაინც ჩადეკით დღევანდელ დღეში ჩვენთვის გაუგებარია მოცემულობა რა თქვენთვის თქვენ რო აგვიხსნათ და მაკეთკენ ხო არ მივდივართ ახლაც მე იცით რომ თქვათ თქვენ ხართ ბედნიერთაობა იმიტომ რომ თქვენ ორივე მიმართულება იცით უკვე ის ცხოვრებაც იმის იქეთ რა ცხოვრება იყო მე კიდე ვიცი სულ ყველა აბსოლუტურად იმიტომ რომ ხალხი როცა კარებს შიშით აღებს ესე იგი მას შიში აქვს რაღაცა უბედურების თქვენ არ ფიქრობთ ეხლა აი გამოძიება მიდიოდა და მე თეობის განმავლობაში მე რაღაცას აღმოაჩენდნენ და მე წაგიყვანებდი საკითხას არა ეს უკვე დასმენილი იყავით მეზობლების ნათი რა ვიცი 1000 რაღაცა და პირდაპირ მოკიდებენ ხელ მიყავდათ იმიტომ რომ იმათ ჰქონდათ გეგმა რამდენადაც საოცარი არ უნდა იყოს ამდენი კაცი უნდა წევიდეს ციმბირში ამდენი კაცი უნდა წევიდეს ამდენი კაცი უნდა დაიხრიტოს ამაზეც კაცო გეგმა თქვენ ვერ წარმოიდგენთ ეხლა და ეხლა ჟურნალს გაიგეთ როდის ეს გავიგე უკვე დიდი ვიყავი კაც მე პარტიის ქალაქომი და დამთავრებული იყო პარტიის ქალაქომი
თორე მანამდე იდილიური ცხოვრება იყო. არა, ეს იყო ჩვეულებრივი ცხოვრება, რომელიც არ გაძლევდა საშუალებას შეგეხედა, გაგეხედა სადმე. ჩემ თაობას ქონდა წაკითხული მსოფლიო ლიტერატურა. არ ვფიქრობ, ეხლა ჩვენ მარტო გორკის იმაზე ვიყავით, ჩვენ ფაქტიურად ეხლა ვერ დავასახელებთ წერას, რომელიც ჩვენ არ ქონდა წაკითხული რუსულად მაინც თუ ქართულად არა. ეხლა ვერ მოგატყვილებთ, რომ მე ინგლისურად და ან გერმანულად წავიკითხე რაიმე, გამორიცხული იყო ეგ კი არა და რომ დავამთავრეთ რუსულს ძლივს ვახერხებდით. ეხლა ისი თქვა მინდა მე ადამიანებს, რომლებსაც ამის გამოცდილება აქვთ, ადამიანმა უკვე უნდა მიხვდეს, საიდან უბერავს ეს ქარი. როდესაც შენს გეუბნებიან, რომ ოპოზიცია უნდა გააუქმდეს, წარმოუდგენელი სიბრიყვეა. იმიტომ სიბრიყვე, რომ თუ შენ ერთპარტიული სისტემა არ გინდა და დემოკრატიას კიდე ცალკე ლაპარაკობ, მაშინ უნდა იცოდე, რომ სულ ერთი და იგივე პარტია ვერ იქნება, არ იქნება. უბრალოდ შეუძლებელია. ამ დროს შენ აკეთებ, რომ აი მე ოპოზიციას მოვსპობ, გავანადგურებ, მაგინის ბუნდღა არ იქნება ჩემს ქვეყანაში, ჩვენ ვიქნებით. ჩვენ კი არა, მე ვიქნები, ესე გამოდის. სტალინის იდეოლოგია. სტალინის იდეოლოგია, აბა რა. სტალინმა რა გააკეთა, აბა ნახეთ ახლა. მისი ერთგული თანამებრძოლები მისი სახელით ნახევარ საქართველოს გაასახლეს ქვეყნიდან. ჩემო ბატონო, მენშევიკები, არა, მენშევიკები ცალკე იყო კაცო. მერე რომ შემოვიდა ტროცკი იყო ნომერ პირველი აღიარებული მკვლელი. ის მოიშორეს თავიდან ორჯონიკიძემ თავი მოეკლა, ესე იგი ფაქტიურად სტალინმა მოასუფთავა ყველა ის, ვინც კი თქვა, რომ მაგი რა შეიძლება ბატონო. პოტენციური საშიშროება იყო იმისა, რომ სტალინს უკვე შეუდგებოდა წყალი. ეხლა რომ უკვირდები რა, მიკვირს, აი ადამიანებმა მიუხედავად ასეთი უბედურებისა, როგორ ბედავდეს საერთოდ რაიმეს კეთებას. რატო ვიცით, რომ ეს რო კითხულობს, მეორე მისი მეზობელი ამას სხვანაირად კითხულობს და სხვანაირად აძლევს მას შეფასებას. აი ესეთი გაუყმართებული შეფასებით ძალიან ბევრი ხალხი გაუშვეს ციმბირის გზას გაუყენეს. მათ შორის ერთ-ერთი ჩემი ბიძა იყო. ისე დავამთავრე ინსტიტუტი და დავიწყე მუშაობა ლუი ამსტრონგი, ჩემი უსაყვარლესი მომღერალის ჩანაწერი არ მქონდა მოსვენელი. ჩანაწერი. დრო იყო ბიჭო. ეხლა მაპატიეთ და მოდით რა, ცოტა ეხლა ჩემ მხარესაც შეხედეთ ამას, კაცს რომელსაც სიგიჟემდე უყვარს მუსიკა. და ვერ უსმენს ლუი ამსტრონგს. ჯო კი ბატონო, აი ლუი ამსტრონგი და ეს დამპალი კაპიტალიზმი, მაგრამ ბიჭო, მოცარტს თუ უსმენ, ჩაიკოვსკის თუ უსმენ, ბრამსი, იმას თუ უსმენ, კაცო, ბახს, ბეთჰოვენს, ესეც ხო დასავლეთის დასავლური მუსიკაა, კაცო. მაშინ ამას რატო არ მასმენიებ? ამიხსენით, კაცო. იმიტომ რომ ამერიკული. რა მნიშვნელობაა, კაცო, ამერიკაში არ იყო, ხა გერშვინი ამერიკაში უძლიერესი კლასიკოსია. აი, მაინც რა იყო? ვაგეტება. იდეოლოგია ისე და ისე დავბრუნდები ამ დეგენერატ სიტყვას. იდეოლოგიას ქმნიან ადამიანები, რომელიც გათვლილი არის ძალიან სუსტი გონების, სუსტი განვითარების, სუსტი განათლების ადამიანებს. თქვენ ამბობთ, რომ რაღაცა მასეთი ეს სწორად ქონდა დალაგებული კომუნიზმს, ეგეთი რაღაცა სწორად ქონდა. თქვენ ვეწამოდგენთ ისეთ სისულელეებს ვაკეთებდით დალაგებულად. სისულელეებს აკეთებდით დალაგებულად. ხო. ესე იგი, რატო? იმიტომ იქიდან არაფერი არ დარჩა. რატო? იმიტომ სისულელეზე იყო ის აღნობილი და ეს სისულელე დღეს მოსკოვში დევს წითელ მოედანზე. არაფერი იქ არ შეიცვლება, სანამ ის იქ დევს. სად გადაწყდა თქვენს გონებაშიც და საზოგადოების დიდ ნაწილშიც ეს პროპაგანდა, რომ საბჭოთა სისტემას შეიძლება რამე მოუვიდეს. აი ზუსტად მაშინ, როდესაც ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ შემოაბიჯეს ჩემ ცხოვრებაში. ოღონდ ჩემი კი არა, ზოგადად ცხოვრებაში. პირველი იყო რომელიც მე ვიყავ მაშინ ჯერ კიდე პარტიის ქალაქომში, როდესაც დიდი მიტინგი ჩატარდა ქუთაისში. მე ამდენი ხალხი ერთად არც ერთ დემონსტრაციაზე არ მინახია, მაგრამ მე ვერ ვიცანი დროშები. ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო. მე ვერ ვიცანი ხალხი. ქუთაისელები, აქ ჩამოყვანილი ხალხი არ იყო. ქუთაისელები, ანთებული ბიჭები, ანთებული თვალებით. რომლებისთვისაც ისაც ჩემთვის მისაღები იყო, არის აბსოლუტურად მიუღებელი და მე ამათთან მქონდა
როგორი ურთიერთობა იცი და მაგი როგორ შეიძლება არაგაც ხო არ გაგიჟდა გამჩე ამდენი ხალხი რო არის მე რა იკითხე რა ხდება საერთოდ შენ თავს ან რა ხდება ქვეყანაში იქ აღმოვაჩინე ისეთი ჩვენს აქციებზე აი ისეთი ხალხი აღმოვაჩინე მოდი იკითხე ხო რა ხდება აი ისეთი ადამიანები აღმოვაჩინე მეგობრო რომლებიც ახლა პოზიციაში არიან და მე ვარ ოპოზიციაში ეროვნულ მოძრაობაში ხო ეროვნულ მოძრაობაში რო იყვნენ მართლა შესანიშნავი ადამიანები რა და მე ჩავჯექი უბრალოდ მაინტერესებდა მე ისე დედაჩემს მიუბრუნდი და დედაჩემ შენი ხმარ გამაგონა ესე იყო ხალი დაშინებული იმიტომ რომ მაგას ჯვრები რო ჩამოგლიჯეს ჩეკისტებმა ჩხრეკაზე წამოვიდნენ ხო ესენი იყვნენ 7 თუ 8 წლის ნაყურები არც ამდენი და იმის მერე შიში გაატარეს ცხოვრება ობლები იყვნენ რო გათხოვდნენ უკვე დიდი ხნის ნაშიმშილები იყვნენ რა ჩემი ოჯახიც ახლა მამაჩემის ოჯახიც და დედაჩემის ოჯახი საერთოდ აღარ არსებობდა აი ეხლა ვინც არ უნდა მკითხოს კი მაგრამ შენ ძმაო დაგიქციეს ოჯახი შენ კიდე იმათ ხარაზე იყავი ყოველთვის ვეუბნების უყოდას ვერ მომატყვილებ მე ისე მარტივად რომ ეხლა მიძახის რომ მე ვარ რაც ვარ თუ არა ეს ვინ არის ეს უნდა დავამხოთ ეს ორი ადამიანი სხვადასხვანაირად ხედავს ერთ და იგივე საგანს მე რასაც ვხედავ ანდრო ვერ ხედავს იმას ვერც მიშო ვერ ხედავს აი ამ საგანს ისე როგორც მე ვხედავ და მე ვერ ხედავ ისე როგორც ესენი ვერ ხედავენ ამიტომ ამ სამი ადამიანის შეხედულება ერთ და იგივე საგანზე არის სხვადასხვა საგანზე მაგრამ ოდესაც მე ვიცი ის რაც ამათ მარიციან ჩვენი აზრები უკვე ერთმანეთისგან განსხვავდება და why თუ ესენი ერთმანეთს არ უსმენენ მე ისეთ ხალხისგან კითხულობ ეხლა Facebook-ი მიტო კარგი რომ ადამიანებს უფრო სწრაფად გებულობ რა უდევს ტვინში აბა რა ესე იგი ეს ადამიანი მისი გულის სიხშირე არის სხვა ჩემი სულ სხვა აბსოლუტურად აბა რა რას გულისხმობ აბა ოდესაც ის იტყვის რომ უნდა გავანადგუროთ ოპოზიცია აბა რა მაგათი ადგილი აქ არა ეთახმება ბატონო გოდი ოპოზიციაში ჩვენ გულისხმობთ თქვათ მე ვფიქრობ რომ არ გულისხმობთ მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ გულისხმობთ ადამიანებს, რომლებსაც უნდა ცვლილებები, ადამიანებს, რომლებსაც რაღაცები არ მოწონთ და რატო არ გამოდიან ეს ადამიანები გარეთ? შიშის გამო. ისევ ისია. თქვენ იცით რომ საბჭოთა კავშირის დანატოვარი ფსიქიკა არის ძალიან ძლიერი კოდი. უკვე ის კოდი იქცა. ეს გადაცეს ამ ადამიანებმა შვილებსაც და შვილიშვილებსაც. რა თქმა უნდა, წარმოიდგინეთ თქვენ რომ 70 წლის განმავლობაში და მანამდე კიდე ადამიანებს ეუბნებოდნენ რომ დაგიჭერ, გაგიშვებთ ციმბირში და მიუშვებდნენ და არ ბრუნდებოდა ეს ხალხი. და გებუნებოდნენ სულ ტყვედ ვინც ჩავარდა გერმანელებს. ტყვედ რომ დაბრუნდნენ ომის შემდეგ ყველა გაუშვეს ციმბირში. რო ეს ევროპული ხო, აი ისინი უკვე გამოცხადდნენ როგორც შეიძლება გადასახლებამ შეიცვალა თავისი სახელი და ეს გადასახლება მე ვფიქრობ იმ გადასახლებისგან არაფრით არ განსხვავდება, რადგან ბოლო 2 წელიწადში ეს ქვეყანა დატოვა 100,000 ადამიანს. აი გარი ზუსტად. რეპრესია ჩემი აზრით არის ზუსტად ის, რომ მაგალითად 100 ადამიანი ახლა გამოუშვეს საჯარო სამსახურებიდან. და ამაზე მეტ ადამიანს კიდე ემუქრებიან და შეცვალეს კანონი საჯარო მოსამსახურის შესახებ და ეს ადამიანები უკვე აყავთ ერთთვიან კონტრაქტებზე და ამ კონტრაქტის გასვლის შემდეგ შეუძლიათ რომ აღარ გაგიგრძელონ ეს კონტრაქტი. მარტივი ამბავია, შენ არ იქნები ჩემ გვერდით და სამსახურს ვეღარ გააგრძელებ. აი ჩვენ რა ვქნათ რომ შევძლოთ რომ გამოვიდეთ მაგ 70 მე გეტყვით ახლა რას ვფიქრობ მე მაგი დღე არ არის მაგაზე რო არ ვიფიქრო და არც უნდა ამას დიდი ტვინის ჭყლეტა. მთავრობა რომელიც იტყვის რომ მე გავანადგურებ ოპოზიციას ის მტერია შენი ხალხის მტერია. ოპოზიცია არის ის ვინც გარედან უყურებს შენ შეცდომებს და შეცდომის გარეშე დღეს ადამიანი არ არსებობს არათუ პარტია. უყურებს კი ოპოზიცია იმ შეცდომებს რაც საჭიროა და მიუთითებს. შეფასება უკვე სხვა არის და მე შემდგომი ნაბიჯები კიდე სხვა არის.
ამიტომ უნდა იცოდე რომ შენ ყოველთვის არ იქნები, ვერ იქნები და შენი ადგილი უნდა დაიკავოს იმ ოპოზიციონერმა, რომელიც სწორად უყურებს ამ შეცდომას. ოღონდ მე ის რომ მივა და იმას უკვე 15, 20 და 25 წელი უნდა რო იყოს სათავეში, უკვე შეცდომაა. რატო გამოდიხართ ბატონო კოტე აქციებზე თითქმის ყოველ დღე? იმიტომ რომ დებილობას უყურებ ყოველ დღე. აი ამ სიბინძურეს და სათხედავთ მაშინ აი თქვენ რა უნდა გააკეთოთ? აი თქვენ ადგილს ამ პროტესტში რაც ქუთაისში ქვეყანაში მიმდინარეობს აი თქვენი ასაკის ადამიანების ადგილი მე ძალიან გული მწყდება Facebook-ზე რაღაცა სულ ყოველთვის მონიტორინგს ვაკეთებ აი რა ადამიანები არიან ჩვენ წინააღმდეგ რა ადამიანები გვწყევლიან რა ადამიანები გულანძღავენ და როცა ვნახულობ ამ ადამიანების პროფილს ჩემ და სამწუხაროდ ამ ადამიანების დაახლოებით 60-70% არის შუა ხანს გადაცილებული ადამიანები ჩემ მეგობრები სად ვუშვებ შეცდომას რატო ვერ ამ ადამიანებს ხო ის ცხოვრება რაც თქვენ გამოიარეთ ნანახია კი ძალიან კარგად მაგრამ გაითავისა ბატონო იციან თუ ხო იციან ამ ადამიანებმა როგორი არის გეგმიური სწორი მუშაობა იდეოლოგიას რო თავი დავანებოთ როგორ მუშაობს სისტემა როგორ მუშაობს ქარხანა როგორ მუშაობს სხვადასხვა დაწესებულება თავის თვალით ნანახი ხო აქვს ახლა ნუ თუ ეს ადამიანები ვერ ხედავენ რომ იგივე ამბავი ამ ქვეყანაში არ ხდება. ის ვინც ლაპარაკობს, არ არის ყველა. მე 10 ჯერ მეც ადამიანს ხვდები, რომლებიც აბსოლუტურად სხვაგვარად ფიქრობენ. ოღონდ ეს 10 ჯერ მეტი ადამიანი არ გამოდის და ხმამაღლა ამას არ ამბობს. იმიტომ რომ არ ამბობს. აი ცხოვრება გამოვლილი. ხო. გამოვლილიც აქვს და შეგნებულიც ძალიან კარგად. კატეგორია რომელიც თქვენ ეწინააღმდეგება ეს არის კატეგორია რომელიც ვერ იტანს სიახლეს ვერ იტანს ადამიანს რომელიც არ ფიქრობს ისე როგორც ის ფიქრობს მისთვის მიუღებელია ყველაფერი ახალი მიუღებელია ეს ჩემ თავზე ძალიან კარგად ამაქვს გამოცდილი რას შეხიკინო ბიჭი შენ მანდ აი რა ვისა აქ მაგი როდის იქნება აი აკოტე ჭკვიანი კაცი უდიპლომობის ამბავზე ეს პროპაგანდა რომ მოახვიეს ამ ხარს თავს და ვისაც ჰქონდა დიპლომი იმან ხო გვიშველაო და ნაწილი ილია ჭავჭავაძე საერთოდ არ ჰქონდა დიპლომი და ის არა აქ რა ამიტომ უნდა იყოს პირველი ის ადამიანი ვინც კანონი იცის რა არის იცის კონსტიტუცია რა არის და საქმე უკეთებს რომელიც დაამხობს უყველას თავზე შენ თუ კონსტიტუციას მოკიდებ ხელს საერთოდ გაიფიქრე საკანონმდებლო კანონის ეს რა ქონდა თქვენი ცით საქმე კომუნისტებს თავარი პროლეტარიატის დიქტატურა კიდევ ერთხელ პროლეტარიატის დიქტატურა ამდროს პროლეტარიატს საერთოდ სულ არ ინტერესებდა მაგი ესენი იყვნენ და ესენი ამბობდნენ იმათი სახელით ისინი დილას რო გავიდოდნენ 6 საათზე შემოდიოდნენ ღამე 12 საათზე სახლში მუშაობდნენ დღე და ღამე ძლივს არჩენდნენ ოჯახს ძლივს და ესენი პროლეტარიატის სახელით ესე იგი მართავდნენ თუ იმას მართვა ქვია ქვეყანას რომელიც დაინგრა დაიმსხვრა მანჭკვალა სოკოსავით რატო იმიტომ რომ მას არ ქონდა საფუძველი რა არის ეს საფუძველი ეს არის კონსტიტუცია ეს არის სამართალი ეს არის ეკონომიკა და ფინანსები ის კი არა პირამიდა ფინანსები სისტემა რომელთაც არის დღეს გამართული წელში ყველა კაპიტალისტური განვითარებული კაპიტალისტური ვინც არ უნდა მივიდეს ახლა იქ პრეზიდენტი და სისულელეები რო აკეთოს ამ სისტემას ვერ დაანგრევს ამიტომ ჩვენი ამოცანა რაში მდგომარეობს შეადარე რა ზაღლო მამაძაღლო თუ გაქვს მაგის თავი თუ არა გაქვს მაგის თავი დადექი გვერდზე და მიეცი გზა ახალგაზრდებს ყოველ დღე აუშლელი სუფრა უნდა იყოს ყველა სოფელში ყველა უბანში ადამიანებმა უნდა ეცოდნენ სახელმწიფოს რა ჭირდება რა ბაზარია დღეს საქართველოს და ექნება საქართველოს 1 წლის შემდეგ 10 წლის შემდეგ რა კულტურა უნდა გაშენდეს სასწრაფოდ რა არის ჩვენი სტრატეგიული ახლა მეტყვი ღვინო ებატონო იყოს ღვინო მაგრამ კაცი რომ მოიყვანს საქართველოს არ არის ამერიკა და ზერო გადააქციეს ვეღარ გაყიდეს საქართველოს პატარა ქვეყანა ის ვერ აიტანს ასეთ კრიზისს
ამ ეტაპზე განსაკუთრებით ჯერტი დაგროვებითი პროდუქტი ჩვენ არ აქვს და დიდხანს არ გვექნება, მაგრამ ვიღაცა ზის სახელმწიფო განვითარების სტრატეგიაზე ფიქრობს. ვინმე ფიქრობს რა ბაზარია ჩვენს გარშემო და ჩვენს არა შორეულ იმას რა ქვიან კონტინენტებზე რა შეიძლება გასაღდეს, რა შეგვიძლია ჩამოვიტანოთ, რა ტექნოლოგიები. კარგით რა, ეს ტექნოლოგია უკვე ცუდად მხდის, კაცო. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. მე რას ასწავლის? ამიხსენით, ბიჭო, იქნება დახურულია და იქ შესვლა მართლა დახურულია, ვერ შეხვალ. ვერ შეხვალ თუ პრობუსის არა გაქვს, რა ქვიან, ბარათი რაღაცა და ან თუ არ დაურეკე, რომ მე მოვედი და თუ შეიძლება ხო არ გაგიჟდა გამჩენი კაცო. იმაზე ვიყავი, რა ქვიან, ტურისტულ რესურსებზე პასპორტიზაციას ვაკეთებდით, გაცოფებულები და ჭორვილის სკოლა გადავიღე. ერთი 10 კაცი გამოცვიდა დაცვა. რა შეუბიო, ვიღებ მეოთხარი, სულ არ შეიძლება, რატო არ შეიძლება? ლამაზი იყო, პირველად დავინახე, ეს 17 წელი იყო. პირველად დავინახე გარემონტებული სკოლა, საღებავების იე. ვა, ბიჭო, მეთქი რა კარგია, და ვიგე გადაიღე, გამოცვიდა იქიდან, კი რამ დაგვაფშვნეს ის თავზე ჩვენი ფოტოაპარატები. სადა ხართ? რომელ ჯუნგლებში ხართ, ბიჭო? აზრზე მოდით და მოგიყვანებენ აზრზე. ჩვენი გასაკეთებელი რა? მეტი რა შეგვიძლია? ჩვენ ნახეთ, რომ ქუთაისში 2000 კაცი იყო, მე 1500 გუშინ 50 ვიყავით. რა ვქნათ? როგორ მივიტანოთ მე ამას ჩემს თქვენ გაქვთ ძალიან კარგი გეგმა. ეს გეგმა არის ის, რომ ქვეყანა უნდა დაალაგდეს, უნდა დაწნარდეს. მაგრამ საშიშროებაც ხო გვაქვს, ბატონო კოტერო, არის ქვეყნები, რომლებიც ვერ გადაარჩინეს თავისთავი. აი ვიცი, რუსებმა, ბელორუსებმა, ჩრდილოეთ კორეამ, ჩვენ თუ იმის გზას დავადექით და ახლა წავაგეთ ეს ბრძოლა, მაშინ ზუსტად იქ ბრუნდებით, სადაც 100 წელი თქვენ დაიბადეთ და გეუბნებოდნენ, რომ ჩუმად არ მოიკითხო. შეგეძებს არქივები დღესაც დახურულია. ხო. დახურულია. ლუსტრაცია დღესაც არ არის. ვინ ჩაუშვა 30-იან წლებში. ხო. ხალხმა იცის ყველაფერი. ჩემი ბიძა რო გადაასახლეს, მამი და ჩემი დარჩა ქრივი, იქ გარდაიცვალა ეს კაცი, დოცენტი კაცი, ისტორიკოსი, კალე მეფარიშვილი. მიაგნო, მამი და ჩემმა მიაგნო, ვინც დაასმინა იმას. და იმ ვიღაცას გარდაეცვალა შვილი. ხო. ნაცნობი იყო ეს, არ იყო შორებელი. მივიდა, ჩამოართვა ხელი და ესე უთხრა, ეხლა მაინც თუ ხდებიო, ბიჭო. რას ნიშნავს? ავინც ბაბუა ჩემი ჩაუშვა. თქვენ გონიათ ის არ ვიცით, ყველამ ვიცით. მისი ცოლშვილი იძახოდა კაცო, მიწიდან რუსული კანონი რომ მიიღეს, ამ კანონში წერია, რომ იუსტიციის სამინისტროს შეუძლია შევიდეს რომელიმე ორგანიზაციაში და მოითხოვოს საბუთები და ასე შემდეგ ნებისმიერი ადამიანის განცხადების საფუძველზე. ეს 21 საუკუნის სიტყვებია, მაგრამ შინაარსობრივად ზუსტად ისაა, რაც მეზობელს თუ დაასწრებდი დასმენას, ზუსტად იგივე იქნებოდა. სახელიც კი აგენტი, მე კარგი შევცვლით სახელს, რომ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელიო და მე ვფიქრობ, რომ თუ შერჩათ ამგენს ეს ყველაფერი, ზუსტად აგენტების სახელით გააგრძელებს ბევრი ყველა აგენტები ყველა ვიქნებით აგენტები და ეს პროპაგანდა ისე მოქმედებს, რომ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს შეიძლება ზუსტად ისე გააჩუმონ, როგორც თქვენ გეუბნებოდნენ, ბატონო კოტერო, ჩუმად არ მოიკითხო ამბავი, აბავინი იყვნენ ამ. მაგრამ ახლა რაღაცა ისეთი პესიმისტური პროგნოზი რო არ გქონდეს, მაინც დადებითისკენ დავბრუნდეთ და ეს 63 დღიანი სიმტკიცე ხალხის თბილისში, ქუთაისში, ახმეტაში, თელავში, ბათუმში, ზუგდიდში მაინც მაძლევს იმის იმედს, რომ ადამიანები არ გატარდებენ. ეგრეა.
იცით რაშია საქმე ბატონებო თქვენ ხედავთ ძალიან კარგად რა ხდება მსოფლიოში და ვინ რა შეფასებას აძლევს და ვიღაცა ხა ცალკეული ტვინ ნაღრცობი ადამიანს მე არც უსმენ არც მაინტერესებს მართალი გითხრათ ყოველთვის იყო მსოფლიო პოლიტიკაში მემარცხენე და მემარჯვენე ბლოკი ყოველთვის იქნება ეს მემარცხენე და მემარჯვენე ბლოკი მაგრამ ზოგადად სახელმწიფოს განვითარების მთავარი საფუძვლები არის ძალიან კარგად წარმოჩენილი ყველა სახელმწიფოში. მაშინ როდესაც ჩვენთან გაგანია კომუნისტური პარტია იყო და მე ვიყავ კულტურის სამართლოს უფროსი. თქვენ რა გონიათ მაგდა თანამდებობები? არა ბატონებო. ერთ კაცს შეიძლება კონდეს ყველაფერი მქონდა ნორმალურ ადამიანს. და მეკითხება ერთხელ საფრანგეთიდან იყო ჩამოსული ჩვენები ფაქტიურად ოჯახი რომლებიც წავიდნენ ემიგრაციაში და მისი ქმარი მეკითხება კაცს რამდენი პარტია აქვს თქვენთან ნუ თხარი ერთია მეთქი და ჰა იგივე არჩევნებს აბერატარებთ ახლა მე ტვინი ამოვატრიალე აბერ და ჩოულებრივად ვატარებთ რა მითხრა რა მითხრა გაჩერდა ასე წამიერის გააკეთა ნონსენსია რა არჩევნებს ატარებს იდიოტო რა არჩევნებს ატარებს ტარდებოდა არჩევნები იმათ უკვე ჩამოყალიბებული სისტემა შენ ხომ აქეთ მივდივარ ეხლა ისტორია მიცის ისეთი კატაკლიზმები როგორც იყო ფაშიზმი და გერმანელებს არ ქონდათ მაგრამ პოეტეს და იმის ქვეყანა იყო აი ზუსტად გერმანიაში ეხლა ისტორიას რო გადაიკითხავ არის რა პირველი მსოფლიო ომი როცა გერმანიამ დაკარგა ყველაფერი საზიზღარი საშინელი მდგომარეობა იყო აი მაშინ დაარტყა ფაშიზმი დაპირდნენ ხალხს ყველაფერი გადაეტანეს აბსოლუტურად სხვა ერების სიძულვილზე იქ ხელი შეუწყო ბევრმა სახელმწიფომ იმიტომ რომ მათ შორის რუსეთმა თვალ დაუღუჯა სერიოზულად საბჭოთა კავშირმა მიაწოდა ნედლეული გერმანელები უტვინო ხალხი არ არის თქვენ კარგად იცით გააძლიერეს მრეწველობა და აქეთ შემოუტიეს შენ საბჭოთა კავშირს და არა მარტო საბჭოთა კავშირს ამიტომ როდესაც პოლიტიკაში აძლევ გასაღებს ადამიანს ჩემი ხალხი კარგად უნდა დაუკვირდეს ვის ირჩევს მე თავში ხელის წაშინა დედა ეს რა მომივიდა გვიან არის ეს არ არის კომუნისტური პარტია როცა ერთ და იგივე პარტია იყო არ და იქნებოდა სულ აი მე მგონი დაიმსხვრა თვითონ ეს მე მგონი ეხა ზუსტად მასე ვარ ბატონო და ბოდიში გაწყვეტინებთ ესე იგი მოყოლებული შევარნაძიდან ოღონის არ ყოფილიყო და ვინცენ დაყოფილიყო ერთხელ ერთსა მე ოღონ მიშა არ ყოფილიყო და ვინც უნდა ყოფილიყო ხო და ეხლა უკვე საზოგადოებაც მიხვდა რომ ეს არ გვინდა მაგრამ აკეთაც ვფიქრობთ აკეთ ვინ უნდა იყოს ხო აი ახლა რო ვარ ცოდვა მაგაში რო ვარ ცოდვა ჩვენ გამოვიარეთ ყველა სკოლა ეხლა დაგვრჩა ერთი მრავალპარტიული მმართველობის სკოლა ხო ეხლა მე დაახლოებით მე არ მინდა შევაშინო ხალხი რა იქნება ყველა პარტია დაიწყებს ბრძოლას როგორმე გავიდეს უმრავლესობაში ან მიიღოს ის პორტფელების რაოდენობა ჩვენ არჩევნები თუ დავუნიშნავთ ხო არა ნუ არჩევნებამდე ჯერ კიდე ესა ეხლა მე მახსენდება ინგლისის და ზოგადად ევროპული პოლიტიკის ზოგიერთ პერიპეტიები რომელ პარტიას რა თანამდებობა ერგებოდა წილად პორტფელიანი და უპორტფელო ესეც არსებობს უპორტფელო მინისტრები კი ბატონო ამაზე იყო ერთი ამბავი მაგრამ ამ მინისტრების შერჩევაში მონაწილეობდა მარტო პარლამენტი და მარტო ზედა და ქვედა პალატა და ეს შემდეგ კი არა მთელი ქვეყანა მონაწილეობდა აი ეს ჩერჩილის მაგალითი ძალიან ვაფასებ მე ამ პიროვნებას რამოდენიმეჯერ მოხსნას გაუშვეს დაიჭირეს ათო გაუშვეს მე მოაბრუნეს ომი მოიგო და გაუშვეს და მე გაუშვეს კაცო ომი მოიგო კაცო ზობლიო მოიგო დაამხო თავზე გიტლერს ყველაფერი რა და გაუშვეს არა ერჩიეს ხო ესე ქვია გაუშვეს რა მე 10 წლის მერე და ბიოგრაფია არის რანაირი იცი აი უნდა იცოდე რომ ეს დემოკრატია ეს დალოცვილი არ არის ეს პარტია და ეს პარტია. აქ არის საზოგადოება. და ისო მას ვიღაცამ რაღაც არაპატი. არა.
ახალგაზრდა თაობა მოვიდა, რომელმაც ინგლისელებს დაანახა უფრო ის, რასაც ჩერჩილი ვერ დაანახებდა ვერათა შემთხვევაში. თუმცა იმან მერე რომ კონფუზი მიიღო, მე აღმოაჩინეს ბიჭო ჩერჩილი, აგერ კაცი ყავს, მაგის ჯულია, ამან რეები გახსოვს, აბა ხოდა ერთი ეს ჩერჩილი. ეხლა ეს მე რომ ამაზე ხილხილი დავიწყო, პირველსავე ხეზე უნდა ჩამოვკიდოს კაცმა უკუღვა. რატო იცი ეს არ არის საქირხილო საქმე. და ყველამ უნდა იცოდეს. აბსოლუტურად ყველამ. დღეს შენ მიდიხარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს. ამ სოფლიდან მიდიხარ მთლიანად. ამ სოფლიდან წახვალ ერთი 100 წლის შემდეგ. მანამდე კეთილინებეთ და ემსახურეთ ხალხს. ისე როგორც თქვენ შეგიძლიათ, თუ არ შეგიძლიათ ემსახუროთ ხალხს, მაშინ დაანებეთ თავი პოლიტიკას. პოლიტიკა მაპატიე არ არის პონჩიკების ხარშვა. ცოტა უფრო რთულია, ვიდრე თქვენი ეგრეთ წოდებული დიპლომი. რანაირიც არ უნდა იყოს და რამდენიც არ უნდა იყოს. ზოგს შპალიერს გააკრავს, იმდენი აქვს არში. არ არის ეს საკმარისი. კაც რომელსაც სოფელში ფეხი არ დაუსვია, რა უნდა იმას სოფლის მეურნეობის მინისტრად. ამიხსენით ერთი. პროშიც რო გადავიდეთ, ანდრო, კი ბატონო. საინტერესო ამ გამოცდილების გაზიარება, მე წინა მთავრობის მთავარ მინუსად მე ეს ერთ-ერთი ეს მიმაჩნია, რომ წარსული გამოცდილი ადამიანების ცოდნის გაზიარება ცოტა მინელებული იყო და სულ ახალგაზრდა ენერგიას მიცეს შესაძლებლობა ქვეყნის ჩასარეცხები არის ამ დაჟეისისკენ. ცუდად იყო ეს სიტყვა ნამდვილად მაშინ გამოყენებული და მე მგონია რომ რაღაცნაირად ახალგაზრდული ენერგია წარსულის გამოცდილება და პირველ რიგში საუბარი ადამიანებს შორის იქნება გამოსავალი. რა თქმა უნდა, მიტომაც მოვიწვია ჩვენ ბატონი კოტე, რომ აი ის წლები აქვს გავლილი, ის ცხოვრება აქვს გავლილი, სადაც ერთი იდეოლოგია იყო, აი სამაგალითოა ზუსტად, ერთი იდეოლოგია იყო, ერთი იმის იქეთ არ შეიძლება თუ რამეს იკითხავდი, ეუბნებოდნენ, არ შეიძლება საუბარი და მერე დაიწყო მრავალპარტიულობა, ესეც გაიარა, ზვიადიც, მერაბიც, ეს ეროვნული მოძრაობაც გაიარა და ეხლა ისე მიდის კაცი უკვე ასაკშია, უკვე 73 წლის ხდება, ღმერთმა დიდხანს აწუწყლოს და ისე ვიკეთკენ ბრუნდებით, მე მგონი რომ აი როგორც შენ თქვი, რა ქვია, იქ შემოვა, შენ იქნები იმის აგენტი, შენ იქნები ამის აგენტი, რაღაცა ის მოვა იმიდან რა ქვია იმას იუსტიციის სახლიდან და შეგამოწმებს და ესე იგი როგორ რაღაც არის, ესე პარადოქსია, კაცი ზის საიდან დაიწყო, დაიბადა იმაში და ასაკში შედის და უკან ისე ბრუნდებით. ახლა ჩემი დასკვნა ეს გამოვიტანე ახლა. უკან ისე ბრუნდებით, რომ ისე ქვეყნის აგენტები, ისე დასვენები, ისე ის თუ ჩემთან არ ახარ, ჩემი მტერი ხარ, ისე იყო ის სტალინის, თუ ჩემი არ ახარ, ტროცკის ხარ, ხრიტავ, კლავ. ეხლა მასე მთლად არ არის, მაგრამ სამაგეროდ მზია არის, შიმშილობს, ამაგეროდ 500 ბავშვი დაიჭირეს, მაგრამ ისი არ შვებია, როგორც მანამდე რო შვებოდნენ, კაცო, არ ხრიტავენ კომუნისტები და არ შვებიან სააკაშვილივით, მაგრამ ეს ამაზე პასუხი არა გვაქვს. ამით საინფორმაციო ომი. მე ვფიქრობ უარესად შვებიან. არა, შეხედა როგორ რაღაც არის. უარესად შვებიან ამ ქვეყანას უკარგავენ მომავლის პერსპექტივას. ის ჩვენთვის ის შანსი, რომელიც ევროპამ მოგცა, ეს შანსი შეიძლება ჩვენ მაგალითად ახლა როგორც ბატონი კოტი ამბობს 70 წელიწადი არ ქონდა ჩვენ მაგის შანსი. შანსი კი არა, საერთოდ ალტერნატივაც არ არსებობდა. ერთხელ დამოუკიდებლობის მიღებასთან ერთად და ახლა გვეძლევა, რადგან სოფლიოში დიდი გადანაწილების მომსწრე ვართ და თუ ამ ახალი შანსს ვერ გამოვიყენებთ და მგონია რომ რკინის ფარდა კიდევ ერთხელ დაეშვება დედამიწაზე და ამ ფარდის იმხარეს აღმოჩნდებით, საითაც რუსეთია, მაშინ მგონია რომ ჩვენ შეიძლება ზუსტად ის თაობა ვიყოთ, რომლის შვილებსაც ეტყვიან, რომ მამაშენი აგენტი იყო, დახვრეტილია მამაშენი. ცუდ საქმეს აკეთებდა და შენ არ დაგემართოს ისე. გემშვიდობებით. მადლობა ბატონო კოტე. თქვენი გამოცდილების გაზიარებისთვის და ჩვენთვისაც ბედნიერება იყო თქვენი ხილვა ჩვენ პოდკასტში. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა ვიდეოს ბოლოს.